თავი 44. უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენი ზიდვასაც შეძლებენ და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი. ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად. როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა. გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით. ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავის სახლის მოურავს: წადი და დაედემნე იმ კაცებს. დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე? ამით არის რომ სვამს ჩემი ბატონი, ამით არის რომ მარჩიელობს, ცუდი საქმე გიქნიათ. მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები: მიუგეს, რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფარო შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან. ხომ უკან დავუბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენ სტომრებში რომ ვიპოვეთ. ახლა როგორ გამოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს? შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გაუხდებით ჩვენს ბატონს. უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება თასი, მონად გამიხდეს. დანარჩენი უდანაშაულო იქნებით. საჩქაროდ ჩამოიგეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს. მოყვა ჩხრეკას კაცი. უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი. შემოიხიეს სამოსელი. დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ. მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში. ჯერ კიდევ შინ იყო იგი და პირქვე დაემხნენ მის წინაშე. უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალით შესწევს? მიუგო იუდამ: რა უთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა აპოვა ბრალი შენს მორჩილ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა. ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი. უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად. დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამა თქვენთან. ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, მუგან ურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ. ჩემო ბატონმა კითხა თავის მორჩილთ: მამა ან ძმა თუ ყავთო? ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს, მოხუცებული მამა ყავს და პატარა ბავშვი მის სიბერეში შობილი. ძმა მოკვდა და იზღადარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამის. გვითხარი შენს მორჩილთ, ჩამომიყვანეთ ჩემი თვალით ვნახო. მივუგეთ ჩვენს ბატონს, ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი. გვითხარი შენს მორჩილთ, თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო. როცა მივედით მამა ჩემთან შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი. გვითხრა მამა ჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური. ვუთხარით ვერ ჩავალთ, უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ, რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება. გვითხრა მამა ჩემა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა. ერთი წავიდა ჩემგან, თქვენ ხეცმა დაგლიჯა მეთქი და დღემდე აღარ მინახავს იგი. ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში. ახლა რომ მივუვალთ მამა ჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადავსკვნილი, დაინახავს რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი, მამა ჩვენი შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში. რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარა ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემწოდე ვიყო მეთქი მამა ჩემის წინაშე. ახლა დარჩე შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის ნაცვლად. ყმაწვილი კი თავის ძმებს წახვეს. როგორ ვივიდე მამა ჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუნ შევსწრები ვარ უბედურებას, რაც მამა ჩემს დაატყდება თავს.